ამოეთ ადგილსა მუშაობდით, გამოვიდა დავისვენებოდა ჩააგდო ანკესი წყალში და ეცნე. წერებივითა და ეგრე ორი კვირა ნერვიულობ, რომ აი უნდა გაჯარიმოთ, აი ეს უნდა გიყოთ, ის უნდა გიყოთ. ხზე მუშაობდი ჩემ ნაკვეთში და გამოვედი მეთქი რომ ცოტა ხანი დავისვენო მეთქი რა გამოვედი მეთქი ვითევზავდი ცოტა ხანი დავისვენებ მეთქი რა და 1-10 წუთის მერე გამოიარეს ამ პიკაპით რა იმის დამცველებმა რა და რა შვებიო რა არისო თევზი მოსდევსო თავიდან გამიარეს იქით გვერდზე რა და მეთქი რავი ხო მოსდევს მეთქი რა და 15 წუთში ისევ გამოიარეს და იციო რომ თევზაობითო რომ აქ რო არ შეიძლებაო თევზაობა რატომ მეთქი და ესო სარწყავი არხი არისო აქ აკზალულია თევზაობაო და მეთქი არ ვიცოდი მეთქი და ამოვიღებ მეთქი ანკეს და აღარ ვითევზაობა არაო მასე არაო რა რომ უნდა ისაუბრნათო ჩვენ დავწეროთ აქტიო მე ხიდიდან ვიყავი 1-600 მეტრში არ ვიყავი ხიდთან ახლოს დღეს რამდენი ადამიანი ყავდათ ჩიგნით მოყვანილი და ალბათ 1-15 სამოყვარულო ანკესით იყო ყველა სათევზაოდ ჩასული ზოგი ხიდთან იყო ზოგი ხიდიდან ზევით იყო უტურად ყველა ესეთი რამეო არასდროს არ მომხდარაო რომ ანკესითო ესეთ რამეზე სასამართლოში გვიბარებენო რის გულისთვისო თითქოს რამე დამნაშავეები ვიყოთ დავაფრთხილეს რომ მეორედ კიდე რო ისაქნაო და წახვალ ჯარიმაზე 500-დან რავი 1000 ლარამდე თუ რაღაც ესეთი ანკესით თევზაობა 50 მეტრზე ახლოს ხიდიდან სამართალდარღვევათა კოდექსის 86 მუხლის პირველი ნაწილით წარმოადგენს სამართალდარღვევას აღნიშნული ქმედება კვალიფიცირდება 2013 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მიხედვით, სადაც პირდაპირ არის მითებული, რომ სამოყვარულო საშუალებებით ანკესით ამ შემთხვევაში თევზჭერა ხიდიდან 50 მეტრზე ახლოს არის აკრძალული. კანონმდებელმა რატომ მიიღო ეს არ არის ჩემი კომპეტენცია? ანუ ხიდთან 50 მეტრის ახლოს ადამიანმა ანკესით მითევზაოს ეს არის სამართალდარღვევა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კი. და რატომ? მაგას კითხეთ კანონმდებელს, ვინც მიიღო ეს კანონი, ისევ ასეთ განმარტებას. როდის არის მიღებული ეს კანონი? ეს რეგლამენტში, ბოლო რეგლამენტი არის 2013 წლის 29 დეკემბრის. ანუ ახალი ხელისუფლების მმართველობის პირობებში ამუშავდა. ასე გამოდის. კარგი, და რამდენი ადამიანი ყავდათ დღეს სასამართლოში წარმოქმნილი? დღეს სასამართლოში გახლდათ 9 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე იქნა განხილული. თევზით თუ ყავდათ ჭერი, რა შვებით იმ თევზს კონფისკაციას ახდენ? კი.